სტუმრებთან ერთად განმოგრძობთ მსჯელობას ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და თან საკამათო პროექტზე Eagle Hills-ის ინვესტიციებზე თბილისსა და გონიოში ნიკა ალავიძე, დავით მჟავანაძე, კახა ჩიქოვანი და ნიკა შურღაია მიერთდებიან სტუდიაში. კახა ჩიქოვანს ველოდებით ის სულ ცოტა ხანში იქნება ჩვენთან ერთად. მანამდე მე მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა რომ გავაანალიზოთ შესავლისთვის აი ეს Eagle Hills-ის დებიუტი, რომელიც კონკრეტულად არ ვიცით რიცხვებში რამდენია, როგორ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების გადმოსახედიდან ტოპ ინვესტორებში ჩანს უკვე რაიმეს ცulis თუ არა იმ რისკებთან მიმართებით, რა რისკებზეც ჩვენც არაერთხელ ვისაუბრია ამ სტუდიაში და რა რისკები ზოგადად ისმის ამ პროექტის გარშემო. დავიწყებთ თქვენგან და ყველა საზრს მოვისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, აი ამ ასე ვთქვათ პროექტის ფინანსური და ეკონომიკური რისკების ანალიზი მათ შორის ბევრჯერ მოგისმენიათ თქვენი სტუმრებიდან და აი სულ მინიმუმ ყურადღება იმაზე რომ გავამახვილოთ, რატო ველოდებით 2 მილიარდ ლარიან მოგებას 10 წლის განმავლობაში, მაშინ როცა ამ ჩადებული მიწის ღირებულება უკვე დღეს არის დაახლოებით იმ 2 მილიარდი რაის ღირებულების, საბაზრო ღირებულების, რომელიც თურმე 10 წლის მერე უნდა ამოვიღოთ, ეს უკვე გაუგებარი არის. ამაზე პასუხი არ ქონდეს ხოთაშორის კობახიძეს, აი რამდენიმე დღის წინ იმედზე ეგრეთ წოდებულ დებატებზე. ანუ ძალიან მარტივი კითხვა არის, ხო? ვდებთ 900 ჰექტარ მიწას, რომლის ღირებულება არის დღეს დაახლოებით 800 მილიონი დოლარი, აი საშუალოდ რომ დავთვალოთ და ველოდებით 10 წლის მერე დაახლოებით 760 მილიონი დოლარის მოგებას. და ამ 10 წლის მერე ეს რო ინფლაცია იქნება და ეს თანხა რო შემცირდება და მისი ღირებულება რო ის 2 მილიარდი ლარი აღარ იქნება, რომელიც დღეს არის, ეგეც კიდე ცალკე დასათვლელი, ანუ აბსოლუტურად რისკზე მივდივართ, გაუგებარი მიზეზით და თან რაღაცა ეს მიწა ხდება ფაქტობრივად ძევლად შეიძლება იყოს აყვანილი აი ამ პროექტის ფარგლებში, ხო, იმიტომ რომ თუ არ განხორციელდება ისე როგორც ამბობს კობახიძე და მხოლოდ სიტყვებს ვენდობით, მაშინ რჩება რისკი, რომ ამხელა 900 ჰექტარი მიწა გახდეს აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, უსარგებლო და მათ შორის ეკოლოგიური ზიანი გამოიწვიოს. კიდე ერთი ფაქტორი, რაზეც ყურადღება მინდა გავამახვილო, ეს არის, ესე იგი 200 მილიონის დივიდენდი ყოველწლიურად უნდა ვნახოთ თურმე აი ამ პროექტიდან. მაგრამ არ ჩანს და ჩვენ არ გვაქვს კონტრაქტზე წტომა, რომ გავიგოთ, რა ხდება თუ აი ეს დივიდენდი რეინვესტირების სახით უნდა დაბრუნდეს ისევ აი ამ პროექტის სწრაფი განხორციელებისთვის, ხო? ჩვენ გვაქვს ამ კომპანიაში 33%-იანი მართვის წილი, ხო? და 78%-ია არაბულ მხარეს. თუ აღმოჩნდა, რომ ეს მიღებული დივიდენდი რაღაც წლის განმავლობაში, საიდან ჩვენ 200 მილიონი ლარი უნდა მივიღოთ. საჭიროა იმისთვის, რომ ჩაბრუნდეს თანხა და ინვესტირება განხორციელდეს იმისთვის, რათა პროექტი რეალურად შესრულდეს, მაშინ ჩვენ რა გავლენა გვაქვს იმაზე, რომ ეს რეინვესტირება არ მოხდეს და ეს თანხა მართლაც წავიდეს ბიუჯეტში, ხო? ამაზე არანაირი პასუხი არ გვაქვს და თუ გავიხსენებთ ახლა სერბეთის მაგალითს, სადაც 10 წლის წინ ამ კომპანიამ დაიწყო მსგავსი პროექტი, იქ ვნახავთ, რომ 10 მილიონი ევროს შემოსავალი ნახა სერბეთის მთავრობამ, რაც არის იმის 2%, რაც უნდა ენახა. ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენც 10 წლის თავზე სადღაც 2 მილიონი დოლარის შემოსავალი შეიძლება ვნახოთ და თუ ამ სცენარით წავა ეს ყველაფერი. და მესამე რაზეც ყურადღება მინდა გავამახვილო, კორუფციული რისკები, ხო? აქ ჩვენ ვერ ვხედავთ რომელ კომპანიებთან შესაძლოა გაფორმდეს ხელშეკრულება, საიდან შემოვა ეს ფული, ხო? ახლა გუშინ თქვა, რომ 6.6 მილიარდი დოლარიდან 5 მილიარდი მაინც იქნება უცხოური ინვესტიცია. მაინც იქნება რას ნიშნავს? ანუ საიდან მოდის ეს ფული? სესხად უნდა აიღოს ეს მიწა, ქართული მიწა რო ჩაიდება, სესხად უნდა აიღოს, თუ ის არაბი ინვესტორი დებს თავისი ჯიბიდან, ხო? ამ ფულს ანუ არაფერზე მსგავსი პასუხი არ გვაქვს და ხა იმასაც ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში თუ რაიმე სამშენებლო კომპანიები არის და რაღაცა ვთქვათ სამშენებლო მასალები, ცემენტი მზადდება თუ ალმატურა მზადდება და თუ აქ კონტრაქტები უნდა გაფორმდეს ადგილობრივ წარმომადგენლებთან მოსახლეობამ რომ იცოდეს, ალმატურის ბიზნესი არის ირაკლი რუხაძის, რომელიც არის ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, ცემენტის ბიზნესი 100%-ით არის ბიზნეს ივანიშვილის და ირაკლი რუხაძის. შეიძლება ამასთან გვაქვს საქმე, რომ აქ რაღაცა ესენი ცდილობენ მისი პირადი ბენეფიტების ნახვას აი ამ პროექტის ფარგლებში და იქ რას ააშენებენ გაუგებარი იქნება. ამიტომაც პროექტი რო გაუმჭვირვალეა, ამაზე პასუხიც არ გვაქვს. და ერთსაც დავამატებ, რომ ეხლა სხვა ქვეყნების პრაქტიკას რო თავი დავანებოთ, ჩვენს ქვეყანაში როგორ აშენებულა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, ამის მაგალითები გვაქვს. მაგალითად რიკოთის გზატკეცილი, რომელიც დაიწყო 2014 წელს, უნდა დასრულებულიყო 2019 წელს.
მისი თავდაპირველი ღირებულება იყო 240 მილიონი ლარი და იმის გამო რომ ფული მოიპარეს და თვითონვე აღიარეს მე ხო დაიჭირეს ქარცელაძის ყოფილი მოადგილეები იმის გამო რომ გაიწელა დროში აგერ ეხა დასრულდა და რაღაც მონაკვეთები ჯერ ისევ დასრულებული არ არის 240 მილიონი ლარიდან გაიზარდა მილიარდ 100 მილიონამდე ამ პროექტის ღირებულება სწორ დროს და ადეკვატურ დროს ვერ დამთავრდა და ისევ არ არის ექსპლუატაციაში შესული და ეხა 1-50 კილომეტრიანი გზის აშენებას რო ამდენი დრო და რესურსი დასჭირდა თქვენ წარმოვიდგინეთ ორი ქალაქის აშენებას რა დასჭირდება მით უმეტეს გაუმჭვირვალე პირობებში ამიტომაც უამრავი შეკითხვა არის კობახიძე იყო აბსოლუტურად აი სუსტი და უსუსური მათ შორის ისეთ ოპონენტებთანაც კი რომელსაც მე ხა მაგალითად თქვა ზურა მახარაძეზე პირობითად დიდი ეკონომიკური იმის წარმოდგენის არ ვარ მაგრამ მართლა იმდენად მარტივი არის ჭეშმარიტება და იმდენად ზედაპირზე ჩანს აქ რაღაცა კორუფციული გარიგებები და რაღაცა ტყუილები რომ კობახიძე აბსოლუტურად უსუსრულად გამოიყურებოდა. მადლობა და შესავლისთვის საკმარისია და მოგიბრუნდებით. ნიკა, აი შეგვიძლია თუ არა რომ თქვათ ტოპ ინვესტორებში ახლა ამ ფორმით არ ვიცით რა ფორმით, მაგრამ Eagle Hills-ის გამოჩენა მიუთითებდეს აი რაზე? თქვათ იმაზე რომ მართლაც ინვესტორი არის მოწადინებული რომ თქვათ შედგეს ეს პროექტი საქართველოში, რაც იყო თქვათ არვინდ რამაკრიშნანის აქცენტი, ესე ვთქვათ ფიჩის აქცენტი. თავის კომენტარში. ელენე, თეთრებზე ვსაუბრობთ. ძალიან პატარა თანხებზე და პროექტის ღირებულებასთან შედარებით და უფრო დიდი სურათი დავინახოთ რა. აი ხა აქვს 4 ადამიანის ხედვარ დებატები ტარდება, ჩვენ კონფერენცია ჩავატარეთ, ქუჩის მიტინგები და ეს ყველაფერი იმის გარშემო რომ ბატონო კობახიძემ რაღაცა თქვა, მე ის შეცვალა და ასე შემდეგ და ამის კომენტატორები ვარ და ამის გამოცნობას ვთვლობთ, რას აკეთებს, როგორ აკეთებს. შესავალში თქვენ კარგად ჩამოაყალიბეთ, აგერ დათომშვენივრად ისაუბრა. ერთი ნაბიჯი გადავდგათ ახლა უკან ცოტა მშვიდად შევხედოთ რა ვისთან გვაქვს საქმე. დაეჯერება თუ არა ქართული ოცნების სიტყვას და მე აქედან წამოვიდეთ და ვიმსჯელოთ ყველაფერზე. ბიძინა ივანიშვილის ორი დიდი ტყუილი გავიხსენოთ. პირველი, როდესაც ის პოლიტიკიდან მეორედ მიდიოდა, რომ არასდროს არ დაბრუნდებოდა და თუ უკან დაბრუნდებოდა, რაღაცა კარგად ვერ გააკეთა და თუ კარგად ვერ გააკეთა, რატომ უნდა დაბრუნდეს? და ის დაბრუნდა. და რომ დაბრუნდა, მეორე ძალიან დიდი ტყუილი ბევრ ტყუილს შორის, დასავლეთი თურმე ფუნდამენტურად და თავიდანვე ცუდი ყოფილა და მთელი ეს წლების განმავლობაში ის ითმენდა და ახლა ძალიან ცუდი ბოღმა და სიძულვილი წარმოანთხია მათ მიმართ და მას შემდეგ მიდის გაუთავებელი კამპანია. და ეს ადამიანი, ესე იგი, წლების განმავლობაში 10 წელი მეტი ცრუობდა თურმე და ახლა ამბობს სიმართლეს. ახლა ბატონი კობახიძის ორი სიცრუე კონკრეტულად ამ პროექტთან მიმართებით. როდესაც ანონსირება მოხდა ამ პროექტის, ერთ-ერთი ანონსირება ოფისის გახსნის დროს, თუმცა მანამდე თქვენ თვითონ აღნიშნეთ ჯერემარი, შემდეგ სახელის შეცვლა და 1 მილიონი კვადრატული მეტრი უნდა განაშენიანდესო და ახლა სულ სხვა ციფრებზე გვაქვს საუბარი 2.4 და ასე შემდეგ და მეორე 6.6 მილიარდი ინვესტიციაო და თურმე ნაწილი ამოღებული, ეს სიტყვის ტერმინსაც აქვს ნიშნობა, ამოღებული უნდა იყოს ადამიანების ჯიბიდან და მათ შორის ქართული ხალხის ჯიბიდან. ეს 4 ტყუილი აჩვენებს, რომ ეს ადამიანები ფუნდამენტურ ტყუილებზე არიან, ამის უნარი აქვს და ამას აკეთებენ. ფაქტობრივად ფუნდამენტურად იტყუებიან, ხვდებით? არც იბოდიშებენ, არც განმარტავენ. და ეს მეუბნება, რომ და ფაქტობრივად რაშიც ჩვენ ცხოვრობ და ყველამ ჩვენ ეს ვიცით, მეტში აღარ მინდა რომ წავიდეთ, რომ ტყუილი იქცა ნორმად, სტანდარტად. ამაზე ნობელის პრემიის შრომა არსებობს ჯორჯ აკელოფის, რომ ბაზარზე მანქანები სადაც მატყუ არ არის მარეგულირებელი და სიმართლის და მტყუანის გამრჩევი, სიმართლის თქმელი აღარ რჩება. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ჩვენ უკვე დავადგინეთ, რომ საქმე გვაქვს სერიულ მატყუარებთან. და სიმართლე რო გითხრათ, სანამ დაწერილს არ ვნახავთ, ძალიან კონკრეტულად დაწერილს რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს და რაც არ უნდა გამართლება კონდეს და თავად კონტრაქტს სანამ არ ვნახავთ. ყოველგვარი ჩვენი საუბარი და მსჯელობა არის სპეკულაცია და ვიცოდეთ, რომ გვაქვს სერიულ მატყუარებთან საქმე და ცუდ საქმესთან საქმე და ეს საქმე არ უნდა გამოვიდეს. მადლობა და მოგიბრუნდებით. მადლობა. კახა, ბოლო ამ დებატებში მარიამ ქრუიშოვმა და სამწუხაროა, რომ სხვა არხზე უნდა ვუყუროთ ჩვენ დებატებს იმისთვის, რომ გავიგოთ რა არის პოზიცია, ესე ვთქვათ,
ხელისუფლების თუნდაც ამ პროექტთან მიმართებით არადა ბიზნეს მედიაზე დამეთანხმებით რომ უფრო უკეთ შეიძლებოდა ამ საკითხების გაშლა სულ მცირე ხომ მაგრამ დავანებოთ ამას თავი აი ბოლო დებატებში მარიამ ქრუშულმა დანანებით აღნიშნა რომ აქცენტი უკეთდება ესე ვთქვათ მხოლოდ თბილისზე აი ამ კრწანისის ტერიტორიაზე და აქცენტი არ კეთდება გონიოზე სადაც ესე ვთქვათ უფრო მაღალტექნოლოგიური და რაღაც ესეთი ტიპის პროექტი არის მოაზრებულიო და ანუ არბილებს ეს ფაქტორი ესე ვთქვათ გონიოს არსებობა ამ პროექტში იმ რისკებს რა რისკებიც სულ ისმის ამ პროექტთან მიმართებით ხომ არ მომისმენია ეგ ისე გამონათქვა მაგრამ ჯერ ეს ერთი საიდან მოიტანა რომ აქცენტი მარტო კრწანისზე კეთდება და გონიოზე არ კეთდება და აგერ ნიკამაც თქვა რომ ჩვენ ჩავატარეთ კონფერენცია და ეგ კრწანისი გონიო აბსოლუტურად ერთ სიბრტყეში გვაქვს გადმოტანილი და ის რისკები რომელიც ეხება კრწანის ეხება გონიოს და პირიქით გონიოს რაც ეხება კრწანის და შესაბამისად აქ ზოგადად მთელ ჭრილში არის პრობლემა დასმული და ჩვენს მიერ განხილული შესაბამისად აქ ახლა ეკონომიკურ საკითხებზე მე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ილაპარაკებენ აგერ მეგობრები უკეთესად, ჩემზე გაცილებით უკეთესად, მაგრამ აქ მთავარი თემა არის ის პოლიტიკური, თქვა და ლანდშაფტი, სადაც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ზოგადად პოლიტიკური სტატუსი ამ პროექტის, ხო? რატო მოხდა გადაწყვეტილების მიღება, როგორ მოხდა გადაწყვეტილების მიღება და რა რისკებს თქვა და წარმოქმნის ეს გადაწყვეტილება, ხო? მე ამ კუთხით მირჩევნია ველაპარაკო და განსაზღვროთ მოდი პირველი პრობლემა, რომელიც ამ პროექტს მოყვება, ხო? ანუ ჩვენ რაც დავინახეთ ეს პრობლემა მარტო ეკონომიკური მხარე არ არის და თქვა არ არის მარტო ბუნების დაცვითი მხარე და თქვა სხვადასხვა ის რაზედაც ბევრი ითქვა, ხო? აქ პრობლემა პირველ რიგში არის გაუმჭვირვალობა. ჩვენთვის ეს არის პრობლემა, ქართული საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს პრობლემა, რომ ამ პროექტის და ზოგადად ესეთი საკითხების გადაწყვეტა ხდება ყოველგვარი დისკუსიის გარეშე იხარშება ერთ კაბინეტში და უბრალოდ მე გვამცნობენ პოსტფაქტუმ რომ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღეს და რაღაცის კეთებას აპირებენ და ეს რაღაცა როგორ ეხმაურება ჩვენს პრობლემატიკას, როგორ ეხმაურება სახელმწიფოს განვითარების გეგმებს, როგორ ჯდება ამ სიტუაციაში, ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ მიმდინარეობს და ეს არის ჩვენი პრობლემა. ეს გვაინტერესებს. იქნებათ და მართლაც კარგი პროექტი არის, ხო? მაგრამ ეს ხომ უნდა დაგვიმტკიცონ, ეს ხომ უნდა გვაჩვენონ, ხომ უნდა გვაჩვენონ, რომ ჩვენს შესაბამისი ანალიზი დავდოთ მე, ხო? აი ეს არის ძირითადი პრობლემა. საერთოდ იყო ლაპარაკი, ეს თქვა სახელმწიფოს განვითარებაზე, როგორ იმოქმედებს, ურბანულ განვითარებაზე, როგორ იმოქმედებს, ან თუნდაც კრწანისში, თბილისსა და რუსთავს შორის არის მოქცეული და რა დადებით ან უარყოფით მხარეს მოიტანს ეს, ხო? ან თუნდაც გონიოში, ხო? იქ რა ვიცი, იქ ჯერ ეს ერთი ძალიან დიდი საინვესტიციო პროექტები ისედაც კეთდება. გეუბნებათ ირაკლი კობახიძე, რომ აი ხომ გიყვებით და რას მიყვება, მაგის მონაყოლი მე რაში მაინტერესებს, გასულ დოკუმენტი მაჩვენოს, სად წერია, სად იწყება სახელმწიფოს ვალდებულებები, სად მთავრდება მისი ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ რა რისკები შეიძლება წარმოქმნას, ხო? და მერე შემდგომ უკვე სახელმწიფო სად იქნება და როგორ აზღვევს ამ რისკებს. ეს მაინტერესებს მე პირველ რიგში და მერე ვილაპარაკოთ ეკონომიკურ შემოადგენელზეც, გარემოს დაცვის შემოადგენელზეც და ასე შემდეგ. ხო, მერე არა, პარალელურად ვილაპარაკოთ, მაგრამ ძირითადად აქედან გამომდინარეობს ყველა პრობლემა, ხო? ის რომ დახურული არის აბსოლუტურად ეს სისტემა და საკითხი. თქვენი პოზიცია. ფაქტი არის, რომ რაღაც ეკონომიკური გავლენა გარკვეული, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდაზეც და ასე შემდეგ ამ პროექტს ექნება. ხო, აი როგორ მუშაობს ან იმუშავა იმ პოლიტიკურმა მარკეტინგმა, რაზეც ნიკამაც გაამახვილა წელან ყურადღება ამ პროექტთან მიმართებით, ნიკა. და რეალურად აი რა ცალსახად შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ აპრიორი ცუდი პროექტია Eagle Hills-ის ეს პროექტი.
ელენე, პირველ რიგში დიდი მადლობა ასევე საინტერესო შესავალისთვის და მადლობა მეგობრებს ამ გამოთქმული აზრს. მე ვეცდები ამ პროეკონომიკურ ჭრილში იმას ვქნა, რომ გადავინაწილოთ როლებიც, იმიტომ ჩვენ სამა კონფერენციაც ჩავატარეთ მართლა ერთობლივად კიდევ სხვა დანარჩენ ჩვენს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან და კოლეგებთან ერთად, სადაც ძალიან დეტალურად გავშალეთ ეს საკითხები. ამ კითხვაზე პირდაპირ რო გიპასუხო, კი, ეს ძალიან ცუდი პროექტია, წმინდა ფინანსური, წმინდა ბიზნეს, ენტერპრენერული, საქმიანი ხედვით. იმიტომ რომ ეს არ არის არც წმინდა, არც არაწმინდა, არც პირდაპირ არც ირიბი, პირდაპირ საერთოდ ინვესტიცია, ანუ FDI. იმიტომ რომ ამ FDI-ის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციის განმარტებასთან ახლოც არ მიდის. იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს პროექტი, რომელიც არის უძრავი ქონების დეველოპმენტი, real estate დეველოპმენტი, ანუ დეველოპერული პროექტია, ჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი აქ არის ორი რამ, ერთი რომ სახელმწიფო გახდა ენტერპრენერი, ანუ ბიზნესმენი, გახდა უშუალოდ ჩემი კონკურენტი, როგორც მეწარმის და ეს დარგი ძალიან მსხვილია, ძალიან კარგად არის საქართველოში განვითარებული. თვითონ ეს სამშენებლო დარგი, რომელიც მთლიან სტატისტიკაში ხვდება, რომელიც მოიცავს როგორც უძრავი ქონების real estate-ის განვითარებას, ასევე მთლიანად ინფრასტრუქტურულ მშენებლობასაც, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 20%-ს იკავებს, რაც ძალიან დიდი კონცენტრაცია ეკონომიკური აქტივობის, რომ გამოვყოთ, თითქმის 9-10%-ია real estate development. რომელიც დამოუკიდებელი აქტორია, სადაც მსხვილი, საშუალო, წვრილი მოთამაშეები არიან და არ ჭირდებოდა არაფრის ჩარევა. ამიტომ სახელმწიფომ რო გადაწყვიტა და გახდა ამ ბიზნესის კონკურენტი, გახდა უკვე არასწორი მოთამაშე. ამიტომ პროექტს უკვე მიენიჭა ნეგატიური კონტექსტი, იმიტომ რომ მას გააჩნია ძლიერი ინსტრუმენტები, ინტერესთა კონფლიქტები და ასე შემდეგ. ამიტომ არის პირველ რიგში ცუდი. მეორე ცუდი არის წმინდა ფინანსური გათვლილი. რისკების გადაზღვევაც გაუჭირდება, მაშინ ანუ რისკების გადაზღვევა რა ნაწილში? ანუ რისკებს ის კარგად გადააზღვევს, იმითი რომ გადააზღვევს ისე ბიუჯეტის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე. რაც მეორე მთავარი კომპონენტია სიცოცხლის ამ პროექტის, იმიტომ არის ეს მთავარი კომპონენტი სიცოცხლის, იმიტომ ჩვენ რა თქმა ბიზნესზე ვსაუბრობთ უკვე, გადავდივართ ბიზნესიდან გამომდინარე, იმიტომ ეს ბიზნესი არის წამგებიანი. ნებისმიერი ციფრით, რაც თუნდაც ამ დებატებშიც გამოჩნდა, მანამდე უფრო ესეთი ხმამაღალი ციფრები იყო, იმიტომ Silk Road ფორუმის გამოსვლაზე ბატონმა ალაბარმა 5.9 მილიარდი კი არ ახსნა, 15 მილიარდი ახსნა მან, ძალიან კონკრეტულად, ძალიან ხმამაღლა და ეს განცხადება არ იყო შემთხვევით, ეს იყო კონკრეტული მოწოდება, როგორც venture capital-ის ფონდები იხსნება, რომ ამბობენ, რომ აი ჩვენ ნიკამ კახამ და ბატონმა დავითმა venture ფონდი გავაკეთეთ და ვთქვით, რომ 5 მილიარდია ჩვენი venture ფონდის მოცულობა, ეს არის მიზანმიმართული განცხადება, იმიტომ ჩვენ მოუწოდებთ ნებისმიერ სტარტაპს, რომ მოვიზიდოთ, შევაგროვოთ ინფორმაცია, შევაგროვოთ ბევრი რაღაც ფილტრაციის, ამ ძაბრის ეფექტი ქვია ამას, ამ ენტერპრენერობაში და აი ეს ძაბრის ეფექტი იყო ამ ადამიანის განს. ის არის თავარი ენტერპრენერი, თავარი ბიზნესმენი, რომელიც გახდა პარტნიორი ადგილ. ცუდი ის არის რომ იმიტომ რომ ეს ხო მაინც ახალ კაპიტალად ჩაიჭრა. ცუდი ის არის რომ ჩვენო ნახეთ, ეხლა ანუ არ ჩანს კაპიტალი იდება ბიზნეს, იმიტომ ეს ბიზნეს გარიგება გამოვიდა და არის ბიზნეს გარიგებაში ფულსდებენ არა საქველმოქმედო მიზნებით, არამედ მოგების მიღების მიზნით. საერთაშორისო სტანდარტებით არის მოგების უკუგების, ანუ კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტები, რომელიც რისკიანობიდან გამომდინარე მერყეობს. თუ ბაზარი საშუალო და მაღალი რისკიანობის არის, იქ მოლოდინი გაქვს, ფულსოდებ, უფრო მეტი მოგება უნდა მიიღო. აი ამ კლასიკური მეთოდოლოგიით დათვლით, ბიზნესის დათვლით, იმ ინფორმაციით, რაც აი ესე წია გვაწვდიან, ეს ბიზნესი 10 წლიან პერსპექტივაშიც 3-ში, 5-ში, 1 წლიანში არის სრულიად ზარალიანი. ანუ თუ რეალურად ჩადო ვიღაცამ 6.9 მილიარდი დოლარი, მისი ზარალი შეადის 1-დან 4 მილიარდამდე შეიძლება ავიდეს ეს ზარალი, პირდაპირ ფინანსური ზარალი. ანუ ამიტომ ცუდია, დიახ, ეს ყველაფერი. რა შეიძლება გაკეთდეს იმ პირობებში, როდესაც ის მოცემულობა გვაქვს, რა მოცემულობაშიც რეალურად
ვართ. ხომ ანუ გაუმჭვირვალეა კონტრაქტი, არ ვიცით ვინ რა დათვალა, როგორ დათვალა და ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ არ ვიცით ჩვენ გადასახადის გადამხდელები რა ფორმით ვიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში. ჩვენ პირველ რიგში ვიცით, რომ ჩვენ ვართ თანადამფუძნებლები ამ 33 წლის კაპიტალის და შეფუთულია როგორც კლასიკური კერძო და საჯარო პარტნიორობის პროექტი. ამიტომ აქ გასაიდუმლოების ნაწილი უკვე არარელევანტურია კანონიდან გამომდინარე, გასაიდუმლოება შეიძლება იყოს რამე ძალიან პატარა ნაწილი კომერციული საიდუმლოებების, მაგრამ აი ეს კითხვები რაც ჩვენ გავაჟღერეთ, ეს უკვე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ თანაპარტნიორები და უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს ნაწილი, ეს ერთი. მეორე ნაწილი აუცილებლად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საიდან მოედინება ეს კაპიტალი, თუნდაც ის 33 მილიონი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, ამ სტატისტიკაში მოხდა და რა სახით არის ეს კაპიტალი შემოსული. 33 მილიონი ჯამში ჯერჯერობითო, ხო? ანუ მაგრამ ეს აი კაპიკებია მართლა, ამიტომ რომ თუ შევადარებთ 6.6 მილიარდიდან ან ჩვენი მონაწილეობიდან ის აბსოლუტ დამგვალებებშიც კი არ ხვდება. ანუ ვერ დავამგვალებთ, ისე 0.03 რაღაც პროცენტისკენ უნდა გავიდეთ, ხო? ამიტომ მაგრამ ამ პირველ ტრანშს წყარში თქვა რა სტრუქტურა ქონდა, ეს იყო სესხი, ეს იყო კაპიტალის შევსება, ასე შემდეგ, როგორ არის, იმიტომ ამის უკან არის რამოდენიმე shell კომპანია, რაც სტატისტიკურად GDP-ში აისახება, მაგრამ უკვე რეალურ მასში, აი ნიკა ხშირად საუბრობს ხოლმე ამაზე GNI-ის კოეფიციენტით, ანუ ერთიანი ეროვნული შემოსავლის ნაწილში ეს აღარ აისახება, იმიტომ გადის უკან არაფერს არ ტოვებს, არანაირ მარტო მელნის კვალი გვჩება. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ და პირველ რიგში ეს პროექტი ამ სახით როგორც არის, უნდა შეჩერდეს, ანუ შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ტაქტიკური პაუზა აიღოს სახელმწიფომ, იმიტომ მე კიდევ წამს დღეს დილითაც მქონდა რაღაც საუბარი ამ საკითხს, რომ ბატონ კობახიძეს არ აქვს კვალიფიკაცია ფინანსისტის, ან რაღაც არც არ ვიცით მისი CV-დან რომ მას რამე ენტერპრენერული ბიზნეს საქმიანობაში კონდეს მონაწილეობა და გამოცდილება მიღებული. მე აქედან გამომდინარე დაშვებას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მე ვერ ვენდობი მის სიტყვებს, ეს ჩვეულებრივი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე და მისი ესეთი საკმაოდ ესეთი ხისტი, არა ასე ვთქვათ, მეგობრული დამოკიდებულებების გამო მისი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ ის ალბათ კარგი იურისტია, როგორც გვსმენია, ხო, რაღაც კონსტიტუციაზე აქვს ნამუშევარი ადამიანს, მაგრამ აქედან იჩდება ბუნებრივი ვარაუდი, იმის რომ მას ატყუებენ, იყენებენ მის კეთილგანწყობას ქვეყნის აშენებისთვის, რომ 6.5 მილიარდის მოტანა რომელ ადამიანს არ უნდა, ნიკა და ჩვენ მთელი ცხოვრება ამაზე მუშაობთ და სავარაუდოდ შეიყვანეს ამ შეცდომაში და ამ ციფრებს, რასაც ბოდიშ დავასრულებ, ამ ციფრებს, რასაც ის საუბრობს, ვინც მიაწოდა, აბსოლუტურად არანაირი გადამოწმება არ არის და ეს მათ ენდობა. მინდა რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ეს საუბარი და აი ამ გამოსავლის ნაწილში, ანუ ერთი ნაწილი არის, რომ ასე ვთქვათ, გაჩერდეს დროებით ეს პროექტი, თუ ეს შესაძლებელია. კი, ნამდვილად, მithumedes ჩვენ თუ გავიხსენებთ წინა გამოცდილებებს, მაგალითად ENCAS შემთხვევას, შესაძაც ნამახვან ხესი უნდა აშენებული იყო და სწორედ აი ამ გაუმჭვირვალობის გამო ამას მოყვა საზოგადოების პროტესტი და მე გაწყდა ხელშეკრულება და დაახლოებით $500 მილიონი გვაქვს გადასახდელი, ჩვენი ფული მოსახლეობას. იგივე რო არ დაგვემართოს ამ შემთხვევაში და ამას და ემატება კიდე მიწის გაჩერება, ეკოლოგიური კატასტროფა და რაღაც გაუგებარი სქემები, ნამდვილად ჯობია რომ ამ ფორმით ეს გაჩერდეს და ალბათ ჩვენ რაც შეგვიძლია ამისთვის ადეკვატურობის და კონსტიტუციურობის ფარგლებში ეს უნდა გავაკეთოთ. მეორე ის რომ ეხა ერთსაც ვიტყვი, რომ სპეკულირებს რომ ჯერ ხო იყო არაბიზაციის თემა თავად თქვეს რომ 60% იქნებოდა უცხოელების და არაბების მიერ შესაძლებელი, ეხა სპეციალურად რაღაც ბინები გაყიდულა 300-მდე ბინა და თურმე 60% პირიქით ქართველებს უყიდია. ეხა აქ შეკითხვა ჩდება. თუ ისევ ქართველებმა უნდა იყიდონ ეს ბინები და ისევ ჩვენთვის შენდება და აი ჩვენ ჯიბიდან ვიღებთ ფულს და მაშინ აქ არაბი რაში გვჭირდება რომ ააშენოს? საქართველოში ხო იმდენი მშენებელი კომპანია ხო, რაც ითქვა კიდევაც, ხო? მაშინ რაში გვჭირდება აქ არაბული მხარე, რომელიც საერთოდ ვერ გავიგეთ თავის ფულს რას დებს. და მეორე, თუ მართლა არაბები ყიდულობენ 60 და 70%-ს და ვერ გავიგეთ ფული საიდან მოაქვთ. უდიდესი ალბათობით ჩვენს მიერ ჩადებული 900 ჰექტარზე შესხს აიღებენ და იმ ფულს მოიტანენ. და იმით დაიწყებენ მშენებლობას. მაშინ ჩვენ რატო ვდებთ ჩვენ მიწას იმისთვის, რომ თუნდაც უცხოელებმა არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან აქ რაღაცა დასახლება შექმნან, რომელი დასახლებაც იქნება
ეგ ეწოდებული closed gate-ი, მოკლედ gate neighborhood-ი, ანუ ჩაკეტილი დასახლება, სადაც არც ეკონომიკური ბენეფიტი იქნება ისეთი, როგორც წარმოუდგენიათ, რომ იქნება, აი, შიგნითვე ექნებათ ის სივრცე საცხოვრებლად და ის 8000 სამუშაო ადგილი, რაც უნდა შეიქმნას, ჯერ ერთი იქნება დაბალანაზღაურებადი სამუშაო, რაღაც კონსულტანტებად და მიმტანებად და რაც აბსოლუტურად დასაფასებელია, უბრალოდ ეს არ არის ეკონომიკისთვის მზარდი, ასე თქვა, სამუშაო გამოცდილება და გარდა ამისა, 8000-ში, ამ 8000 ადგილში ქართველები იქნება თუ არა სულ ყველა, ეგეც გაუგებარი, იმიტომ რომ თუ 60 და 70% უცხოელი სახლდება, მუშახელი შესაბამისად იქნება განაწილებული, ანუ რა გვრჩება 1000 სამუშაო ადგილისთვის 10 წელი უნდა ველოდოთ რაღაცა გაუგებარ ინვესტიციას. კანონები დაარეგულირებს, ასე ვთქვათ, ამ სურათს. ბატონო კახა, თქვენ შეგაჯამებინებთ მოკლედ, ასე ვთქვათ, აი რა არის გამოსავალი შექმნილ ვითარებაში. ხო, აქ ერთ-ერთი გამოსავალი ზუსტად ეგ არის, რომ ეს პროექტი უნდა შეჩერდეს, უნდა გადაინაცვლოს მან ფართო საზოგადოების, ასე ვთქვათ, განსჯის საგანი უნდა გახდეს. აუცილებლად უნდა გაიხსნას ის გასაიდუმლოებული ნაწილი, იქ რაღაცა არის და კანონმდებლობით შესაბამისად ალბათ რაღაცა ნაწილი იქ საიდუმლოდ უნდა დარჩეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი, რომელიც გვაინტერესებს ჩვენ და რომელიც ყველაზე დიდ კითხვებს წარმოქმნის, ეს ნაწილი უნდა გაიხსნას, ჩვენ ვნახოთ ხელშეკრულება, რა ვალდებულებებით სარგებლობს სახელმწიფო და რა ვალდებულებით ინვესტორი და შემდგომ გადავწყვიტოთ რა შესაძლებელია და კარგი იქნება სახელმწიფოს განვითარებისთვის ამ პროექტის გაგრძელება თუ არ იქნება კარგი და აქ ერთი კაცის თავში არ უნდა მოიხარშოს, ვინც არ უნდა იყოს ეს ერთი კაცი, მაგრამ კობახიძე მაგერ უსაფრთხოების საბჭო გააუქმა და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, თუ ვინ იღებს საერთოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ვერ გავიკეთს და ეხლა ამ პროექტზეც რო იგივე საკეთებენ ეს ხო ამიტომ უნდა გაჩერდეს სანამ ფართო კონსენსუსი არ დადგება ამ საკითხთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საპირისპირო არგუმენტი იქნება, რომ ახლა თქვენ ყველანი ამ ესე ვთქვათ რეალურად ამ პოზიციით აფერხებთ ქვეყნის აღმშენებლობას, ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო, ესე ვთქვათ, 5 მილიარდამდე ჩამოვედით. 5 მილიარდიან, ესე ვთქვათ, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას. ძალიან ფული რა. ძალიან მოკლედ უნდა მიპასუხოთ, რომ ცრუ მოძლადეს ყავდეთ ხელში გამოჭერილი. აი წარმოვიდგინოთ, რომ ცხოვრობთ სოფელში ან რომელიმე უბანში, თქვენ უბანში ცხოვრობს ძლიერი, ავი და მატყუარი ადამიანი, რომელმაც შეიძლება ფიზიკურად გაგისწორდეთ რაიმე რომ თქვათ. ჩვენი ეპოსიდან და ჩვენი რეალობიდან რა ქმედებები არსებობს. ერთი არის აშკარა დაპირისპირება, რომელსაც ზოგიერთი ვაკეთებ რაღაც ამირანი ეპოსიდან, რომელიც ამას ებძვის, არ უშინდება და ასე ბრძოლაშია ჩაბმული. და მეორე ნაწილი, რომელიც სადაც არასჯობს, გასლაშობს, მე ახლა შემიძლია დრო გადაივლის რაღაც. ეს ნაცარქექია ვიხოთ. კითხვა მაქვს ნაცარქექიებთან ოპოზიტიური სიყვარულის კონტექსტით. რას აკეთებთ რეალურად? როგორ ბაძავთ ბატონ ივანიშვილს, რომელიც წლობით გეგმავს თავის მოქმედებებს და მეორე უცებ მოატრიალებს ხოლმე სურს და სხვა რამე სიტყვის. თქვენ რას აკეთებთ ფარულად იმისთვის, რომ ამ სრულსა და მოძლადის ხელიდან გამოხვიდეთ? ხა მევე გავცემ შევეცდები პასუხს. ჩვენ დიდმა ილიამ დაგვიბარა მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. ჩვენ გვაქვს სამოქმედო ამისთვის. თუ პირდაპირ მოქმედებთ და ძალიან კარგი გაგიმარჯვოს და ამაზე ხშირად ვსაუბრობ პოლიტიკური სპექტრი რას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება და როგორ ვიმოქმედებთ ერთად და თუ ფარულად პირდაპირ ვერ უპირისპირდები რას გაიღებ რეალურად ამისთვის? შენი შრომის, შენი დროის, შენი სახსრების რა ნაწილს რეალურად დებ? ისე კი არა რომ მე გავაკეთებ და სხვებს უყურებდე. შენ რეალურად რას აკეთებ? აი ეს საკითხვა. მადლობა, ეს კითხვა დავტოვოთ გადაცემის ბოლოსთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ მოკავით ჩემთან ერთად. ნიკა შულგაია, ნიკა ალავიძე, კახა ჩიქოვანი და დავით მჟავანაძე საუბრობდნენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში. მადლობა მათ.